მოგესალმებით ძვირფასებო, როგორ ხართ? მე კვლავ თქვენთან ვარ და ამჯერად შემოგიერთდებით ივლისის თვის ტარო პროგნოზით. მოდი ვნახოთ, რას მოგიტანთ ივლისის თვე თქვენ. როგორი იქნება თქვენთვის ივლისის თვე და შემდეგ რჩევასაც დავამატებ თქვენთვის და როგორც ყოველთვის, სიგნიფიკაციას გავაკეთებ, ახლა როგორ ხართ, რა ენერგიებში ხართ და მე კი კვლავ მადლიერებას გამოვხატავ თქვენს მიმართ, იმიტომ რომ ხართ ჩემთან, იმიტომ რომ ხართ ჩემი არხის მსმენელები, მაძლევთ სტიმულს, რომ კვლავ და კვლავ ბევრი ტარო პროგნოზი გავაკეთო საჯარო თქვენთვის, მაგრამ მე გთხოვთ, რომ მიაქტიუროთ და მიწეროთ კომენტარებში, რაზე გსურთ შემდეგი გაშლები გავაკეთო, რადგან ეს არხი თქვენთვის არის და მეც შევეცდები მოვერგო თქვენთვის სასურველ თემას. ასე რომ პირად კონსულტაციაზე კი შეგიძლიათ მითითებულ ნომერზე მომწეროთ WhatsApp-ზე და 10 დღე, სავარაუდოდ 7-10 დღე მოგიწევთ უბრალოდ რიგში დგომა და ვისაც გეყოფათ მოთმინება, შეგიძლიათ შემეხმიანოთ და მათ, ვინც მომართავს პირად კონსულტაციებზე, მე მათ დიდ მადლობას გეტყვით ნდობისთვის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ მენდობით და მიზიარებთ თქვენს პირად ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს თუ სიხარულს. მაშ ასე, ვნახოთ ახლა თქვენ რა ენერგიებში ხართ ახლა. რა ენერგიებში ხართ? შემდეგ ვნახოთ რა მნიშვნელოვანი მომენტი გელოდებათ ივლისის თვეში, რას მოგიტანთ ივლისის თვე თქვენ? ეგ მნიშვნელოვანი. შემდეგ ვნახოთ კარიერაში ივლისის თვეში თქვენთვის რას მოიტანს კარიერაში ივლისის თვე? კარიერა. აქვე კარიერა და ფინანსები გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და ვნახოთ ფინანსებში როგორ იქნებით ივლისის თვეში და თქვენთვის ყველაზე საყვარელი ინფორმაცია მანარათი ვნახოთ თქვენი პირადი ურთიერთობები როგორ წარიმართება ივლისის თვეში. ივლისის თვეში და ვნახოთ რჩევა თქვენთვის. რჩევა თქვენთვის. დავიწყოთ. რა ენერგიებში ხართ ახლა? იმედგაცრუებულები ხართ, გულნატკენები ხართ და თითქოს აი ეს სიტუაცია ახლა თქვენთვის ძალიან დიდ ტვირთად არის ქცეული. შეიძლება ეს ურთიერთობასაც ეხებოდეს, რადგან ურთიერთობა არ განვითარდა და დარჩა ისევ უპასუხისმგებლო ურთიერთობად, დარჩა ისევ იქ, სადაც იყო და თქვენ შეიძლება გსურდათ მეტი აი ამ ურთიერთობიდან, მაგრამ იმის გამო, რომ ეს არ გადაიზარდა და არ პროგრესირდა, სხვა საფეხურზე არ ავიდა, თქვენ თითქოს საკმაოდ დაღლილი ხართ და
პირთად იქცა ეს ყველაფერი თქვენთვის. თუ სიგნიფიკაცია დაემთხვა, განაგრძეთ მეგობრებო ყურება და ეხლა მე დავაკონკრეტებ, რას ეხებოდა ეს გულის ტკენა კიდევ. რას ეხებოდა? გაჩერდა მეგობრებო ურთიერთობა, თითქოს ბარიერები დაგიწეს ეს ურთიერთობაში და არჩევანის გაკეთება ვერ მოხერხდა, სწორედ აი ამ ბარიერების გამო. ეს სიგნიფიკაცია მეგობრებო და რა იქნება მნიშვნელოვანი ივლისის თვეში თქვენთვის მეგობრებო აქ შეიძლება განახლდეს რაღაც ან ინფორმაცია მოვიდეს ან SMS-ი მოვიდეს თქვენთან რომ კონკრეტულ პიროვნებას დალაპარაკება სურდეს თუნდაც იმიტომ რომ გაახლდეს ურთიერთობა. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს აინტერესებს, ვისაც სამსახური აინტერესებს, შეიძლება თქვენთან მოვიდეს რაღაც ინფორმაცია, ინსაიტი სამსახურთან დაკავშირებით და დაგიბარონ გასაუბრებაზე და თქვენთვის ეს ძალიან ამაღელვებელი იქნება, იმიტომ რომ ეს თქვენ გსურთ. და ურთიერთობას თუ შევეხებით, ეს იქნება შეიძლება ზოგიერთი თქვენგანისთვის ახალი ურთიერთობაც იყოს, რომელიც შეიძლება დაიწყოს სამსახურში და აქ მამაკაცმა ინიციატივა გამოიჩინოს და შეიძლება სულაც დაგპატიჟოთ ფინჯან ყავაზე, ან შემოგთავაზოთ სადმე გასეირნება ლამაზ გარემოში და თქვენთვის ეს დიდი სიურპრიზი იყოს. მოდი ვნახოთ ახლა ივლისის თვეში რა იქნება თქვენს კარიერაში. კარიერაში მეგობრებო თქვენ მიიღებთ თქვენთვის სასურველ პოზიციას, აღიარებას, თითქოს დააბალანსებთ არსებულ სიტუაციას და მიიღებთ იმას, რასაც თქვენ ნამდვილად იმსახურებთ. თქვენი გონება מחვილობით, თქვენი შრომით, თქვენი შორს მჭვრეტელობით ნამდვილად მიაღწევთ კარიერაში თქვენთვის სასურველ პოზიციას. ძალიან კარგი არკანებია აქ სწორედ აი ამ სფეროზე და აქედან გამომდინარე ფინანსებიც ალბათ არ დააყოვნებს. მოდი ვნახოთ მოვლენებს ნუ გავუსწრებ ფინანსები. დიახ მეგობრებო, თქვენ ხელში იქნება ყველა ის გასაღები, რომლითაც გადაჭრით ფინანსურ პრობლემებს. და გამოდიხართ აი იმ ახლანდელი ჩაკეტილი ლაბირინთიდან, საიდანაც ვერ ახერხებდით გამოსვლას, გამოდიხართ აბსოლუტურად გამარჯვებული და წარმატებული, რადგან ირგვლივ მყოფები შეამჩნევენ თქვენს უპირატესობას, გაღიარებენ როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ადამიანს, ეს პროფესია იქნება თუ თქვენი საქმიანობა თუ თქვენი ბიზნესი, თქვენ არსებული ლაბირინთიდან ძალიან მარტივად გამოდიხართ და ხელში იგდებთ ყველა იმ გასაღებს, რომლითაც შეგეძლებათ ფინანსური ეგრეგორის მოზიდვა. ძალიან კარგი. ნახოთ პირად ურთიერთობაში. პირად ურთიერთობაში მეგობრებო, თითქოს არ გკმარათ ის სიყვარული და ემოცია, მაგრამ რაღაც მომენტში თქვენ გადაწყვეტთ, რომ აი იმ წარსულის მოგონებებს დაღწიოთ თავი, რადგან საკმაოდ დიდი სურვილი გაგიჩნდებათ, თქვენი ქალური ენერგია იყოს აღიარებული, თქვენი ქალური სექსუალური ენერგია გადავიდეს
ახალ ეტაპზე მიიღოთ სიამოვნება ცხოვრებისგან, მზად იქნებით დაიწყოთ ახალი სასიყვარულო ურთიერთობა და მზად იქნებით გამოხვიდეთ მსხვერპლის პოზიციიდან, სადაც შეიძლება არც თუ ისე ცოტა ხანია ხართ. შეიძლება თქვენ ურთიერთობაში თქვენი მამაკაცისთვის იყავით ერთგვარი მუზა, რომ ის მას თავისი თავის რეალიზება მოეხდინა. თქვენი ენერგიებით კვებავდით ამ ადამიანს და სწორედ აი ამ თქვენი ენერგიების ხარჯზე ეს ადამიანი აღწევდა წარმატებას და როგორც ივსებდა ემოციურად თავის ენერგიებს, ასევე ფინანსურადაც. ამიტომ თქვენ აქ მიხვდებით, რომ თქვენი ენერგიები უნდა დაზოგოთ და მხოლოდ სხვის სიამოვნებაზე კი არ უნდა იფიქროთ, არამედ დრო მოვიდა, რომ გამოხვიდეთ აი ამ მსხვერპლის პოზიციიდან და საკუთარ თავს დაუთმოთ დრო და საკუთარ სიამოვნებაზე იფიქროთ. დავამატებ არკანებს, რა გელოდებათ ივლისის თვეში სასიყვარულო ურთიერთობაში და პირად ურთიერთობაში თქვენ შემოკარგებო. დიახ მეგობრებო, აქეთ დიახ თქვენ დაასრულებთ აი იმ რაღაც ეტაპს და შეიძლება ეს კარმული ეტაპიც არის, მიხვდებით, რომ სხვადასხვანაირები ხართ, ანუ თითქოს ემოციურადაც უკვე აღარ თავსდებით ერთმანეთთან, სხვადასხვა უკვე დისბალანსია და დიახ თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი, რომ მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე იფიქროთ და იზრუნოთ და რა იქნება შემდეგ? დიახ მეგობრებო, თქვენ შეცვლით თქვენს რეალობას, გაგიჩნდებათ ფლირტის სურვილი, ახალი ენერგიების, ვერ გეტყვით, რომ პირდაპირ სასიყვარულო ურთიერთობაში გადაეშვებით, მაგრამ როგორც კი თქვენ აი იმ მსხვერპლის პოზიციიდან თავს დააღწევთ, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ იყოთ ჰაეროვანი, მიმზიდველი, ყველა მამაკაცისთვის სასურველი და შეცდებით, შეცვალოთ თქვენი რეალობა, ძალიან მსუბუქი ენერგიებით, მზად იქნებით თუნდაც ლამაზი სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყებად. ძალიან კარგია. და მიხარია ეს ენერგიები, რომ შემოვა თქვენში. და რჩევა თქვენთვის, მეგობრებო, საუკეთესოა. რჩევა არის, დატოვოთ ის ნეგატივი იქ, სადაც არის. იფიქროთ და იაზროვნოთ პოზიტიურად. ვინმეს თუ დაწყება გსურთ სახლში რემონტის, ან ბინის შეძენა გსურთ, ან სულაც შეიძლება ზოგიერთს თქვენგანს გადაწყვეტილი აქვს გაემგზავროს რამოდენიმე დღე და თავის სიამოვნებაზე იფიქროს და თავის დასვენებაზე, ძალიან კარგი იქნება ეს თქვენთვის და ნუ დაიწევთ ამაზე უკან. კიდევ რას გირჩევთ? ტარო. მეგობრებო, თქვენ არჩევანი უნდა გააკეთოთ წარსულის ნეგატივსა და ახალ ცხოვრების ახალ შანსს შორის. მე ვიცი, რომ აქ ძლიერი ქალბატონები ხართ და რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ იმის პოტენციალი და ძალაც, რომ სიახლეებზე კონცენტრირდეთ და საუკეთესო მომავალზე. აქ თქვენთვის რჩევა არის, გააკეთოთ არჩევანი თქვენი ბედნიერებისთვის, გააკეთოთ არჩევანი თუნდაც ეს იყოს ბავშვური სილაღით გაკეთებული არჩევანი. ძალიან მსუბუქად, ყოველგვარი სიმძიმის გარეშე გადაეშვათ, აი ამ ახალ თვეში გადაეშვათ ახალ თავგადასავალში. მე თქვენ ყველას ბედნიერებას, წარმატებას და ხალისიან ივლისის თვეს გისურვებთ. მე თქვენ მეიმედებით, მე თქვენ უკვე მიყვარხართ და გელოდებით კომენტარებში დიდი სიყვარულით მომავალ გაშლამდე გემშვიდობებით, დროებით.